შტატების პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დამოუკიდებელი არსებობა უნდა შეწყვიტოს და კეთილსინდისიერი პროგრამების განხორციელება სახელმწიფო დეპარტამენტმა შეითავსოს. როგორც დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, USAID-ის პროგრამების უმრავლესობა თაღლითური იყო და მილიონობით დოლარი არამიზნობრივად იფლანგებოდა. ამასთან ტრამპი ვარაუდობს, რომ გრანტების გამცემი პირები დიდი ოდენობით ფულს იპარავდნენ. USAID-ის პროგრამების უმრავლესობა თაღლითური იყო. თუკი მოქმედებდა 100 პროგრამა, იქიდან მხოლოდ ერთი იყო კეთილსინდისიერი. USAID-ის მილიონებს პოლიტიკოსების სისხლს სწოვდნენ. ეს სააგენტო არის ყალბი, თაღლითური და სიმართლე გითხრათ, იქ თანხებს იპარავდნენ. დაამტკიცებდნენ გრანტებს და იქიდან მილიონებს უკან იღებდნენ. იმ პროგრამების მცირე რაოდენობა, რომელიც მართლაც კარგი იყო და კეთილსინდისიერი, სავარაუდოდ სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობაში გადავა და ამას მარკო რუბიო მიხედავს. მე ვფიქრობ, USAID აღარ იარსებებს. რა საჭიროა?